ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. გამარჯობა. 25 თებერვალია, 14 საათი და 21 წუთი. ახლა ამ წუთას იწყება და ამიერიდან ყოველ 4 შაბათს 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მოისმენთ გადაცემას ავტობოქსი, გადაცემა ავტომობილებზე. პირველ გადაცემაში პირველ ავტომუზეუმზე ვისაუბრებთ, რომელიც შემოდგომიდან მოქმედებს თბილისში. სტუმრის წარდგენამდე რადიოს მსმენელებს ვეთქვი, რომ ჩვენთან ურთიერთობისთვის უნდა აკრიფოთ ნომრები 917778 და გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება. SMS-ით რადიო იმედს კომპანია SMS-ს უზრუნველყოფს, SMS გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ადგენს. გააქვთ საშუალება ასევე შეგვეხმიანოთ Facebook-ის გვერდზე, Facebook-ში აკრიფეთ ავტობოქსი. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. თქვენ უსმენთ გადაცემას ავტობოქსი, მისი საინფორმაციო მხარდამჭერია ავტოპორტალი ავტობოქს G, ავტოისტორიები, სიახლეები, ავტოფაქტები, საავტომობილო ბრენდებისა და კონკრეტული მოდელების შექმნის ისტორიები, უახლესი მანქანების ტესტირება, ესაა მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც სურს ერთობლივად შემოგთავაზოთ ინტერნეტ რესურსმა avtobox.g და რადიო გადაცემამ ავტობოქსი. გადაცემა ავტობოქსის პირველივე ლაივში სტუმრად მოვიწვიეთ ადამიანი, რომელმაც არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ავტომუზეუმი შექმნა ავტოკოლექციონერი გიორგი მამულაშვილი. სტუმრად მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით, მიესალმები რადიო იმედის მსმენელს. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და მობრძანდით. დღეს ვიმყოფებოდით avtobox.g-ის წარმომადგენლებთან ერთად თქვენს ავტომუზეუმში. მართალია არის გარეუბანში, მაგრამ პრინციპში კახეთის ავტოგზატკეცილიდან გადასახვევის შემთხვევაში არც ისე შორია. ძალიან მომეწონა ის ამბავიც, რომ მუნიციპალიტეტის თანხმობით ქუჩას დავარქვით ავტომუზეუმის ქუჩა. მოკლედ ჩემი შტაბის-შტაბებით რადიო მსმენელი რომ არ გადავღალო, მოკლედ ვიტყვი რომ არის ძალიან საინტერესო და რაც თავარია პერსპექტიული, იმიტომ რომ სივრცე არის იმისთვის რომ კიდევ უფრო განარჩოთ თქვენი ავტომუზეუმი. ალბათ პირველი არა ვარ ის ადამიანი, ვინც ამას გეკითხებათ ჟურნალისტთა შორის, მაგრამ საინტერესოა ისტორია. რამ გადაგაწყვეტინათ მსგავსი ობიექტის შექმნა, ავტომუზეუმის დაარსება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ავტომუზეუმის დაარსება გადაწყვეტილება მივიღეთ სულ რამოდენიმე თვის წინ. და თბილისობა დღეს 26 ოქტომბერს ოფიციალურად მოხდა ამიერკავკასიაში პირველი ავტომუზეუმის წარდგენა და გახსნა. მანამდე ბევრი წლების უკან შევიძინე ავტომობილი, ერთი, მეორე, მქონდა რაღაც მისწრაფება, სიყვარული, რესტავრაცია, ეს ყველაფერი დღითი დღე უფრო ემატებოდა ავტომობილების რაოდენობა და ბოლოს სიმართლე რომ გითხრათ, ყველა შეწუხდა ამ ჩემი ავტომობილებით და აღარ ვიცოდი საწამოყვანა სახშიც, სამსახურშიც და გადაწყვიტე ერთი დიდი ავტოფარეხი ამაშენებია, სადაც გავაჩერებდით ჩვენს ავტომობილებს და ჩვენთვის მე და ჩემი მეგობრები შაბათ-კვირა გავერთობოდით. მე ბატონი შალვა ოგბაიძე, ჩემი მეგობარი, მობრძანდა და ათვალილა და ახარებულმა მითხრა, ნუ ეს მთელი ავტომუზეუმია და შევცვალეთ ავტოფარეხის პროექტი, გავუმატეთ წინ მინები, გავანათეთ, გავალამაზეთ, გავრეცხეთ ავტომობილები და გამოგვივიდა ავტომუზეუმი. 4 მოტოციკლეტი დავთვალეთ და თუ არ ვცდები 21 ავტომობილი. ეს გადახურულ სივრცეში საკმაოდ კარგი ნაკრებია, ასევე თვალშისაცემია ის მომენტი, რომ ყველა ავტომობილს აქვს მისი მოდელის შესაბამისი სანომრე ნიშანი. კი, შეძლებს დაგვარად. მოახერხეთ ეს ამბავი. მე ვიცი რომ თქვენ ამისთვის ბევრი იწვალეთ ნომრების მოძიება მოგროვებისთვის, ამასობაში სანომრე სისტემა შეიცვალა. ისე წვალება არ დაგჭირდეთ შიშო. იმიტომ რომ ფორმალობის მხრივ აუცილებელია რომ აი ასეთ რარიტეტულ მანქანას, რომელიც თელი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ მუზეუმში იქნება გამწესებული და იქიდან ვერ საწავოს, სანომრე ნიშანი მას აუცილებლად უნდა კონდეს. აუცილებლად უნდა კონდეს და მე ვფიქრობ რომ როდესაც მოვადრო, მაინც იძულებით მომეწევს მაგნომრების შეცვლა. ანუ ახალი ნომრების იმისა რომ ბევრი დრო და სახსები დაიხარჯა მაგის მოძიებაში.
მაინც რაღაც 4-5 წელია დარჩენილი და მე უკვე ავტომატურად უნდა შეცვალო. ბოქსი, რომელიც უშუალოდ მუზეუმის გვერდით არის განთავსებული, იგი როგორც გავიგე, მსურველებს საშუალებას აძლევს, რომ ძველი ავტოების რესტავრაცია მოხდეს, ანუ ნებისმიერი მსურველი მიიყვანს რარიტეტულ ავტომანქანას და თქვენი სპეციალისტები ეცდებიან, როგორც მე ვიცი, ამ ხრივაც კომპეტენტური ადამიანები ყავთ, რომ ძველ მანქანას დაუბრუნონ პირვანდელი სახე, ანუ პროფესიონალურ დონეზე და არა ზედაპირულად. მყავს გამოხსნილი ხელოსნები და მაგათ ხელმძღვანელობს რესტავრატორი გიორგი სპანდერაშვილი, ჩემი მეგობარი, რომელიც ხელმძღვანელობს მანქანების აწყობას, დაკომპლექტებას, მოიპოვებს ნაწილებს და არა მარტო საქართველოში, რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში უკვე მეგობრებიც კი გაიჩინა. რეკავს მიმოწერები აქვს. მოხერხებული და კარგი ადამიანია და ხელმძღვანელია კარგი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრი ავტომობილი დავაკომპლექტეთ ჩვენ ქარხნული ნაწილებით. რაც შეეხება ხელოსნებს, ჯერჯერობით პირობები არ აქვს. საზაფხულო ბოქსებში აკეთებენ ყველაფერს, მანქანის დაშლა, თუნუქის დამუშავება, სამალიერო, სამღებრო საქმეები, ეს ცოტა თუთ პირობებში კი რთულია. მაგრამ მომავალში გვაქვს კარგი გეგმები, თბილი ბოქსების მშენებლობა დაწყებული მაქვს, სადაც იქნება შესანიშნავი პირობები და არა მარტო მუზეუმის ავტომობილები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიყვანოს თავისი ძველი ავტომობილი, გავუკეთებთ, დაუკომპლექტებთ, ქარხნულ სახემდე მიუყვანთ. ანუ გვაქვს Mercedes ცენტრი თბილისში, გვაქვს BMW ცენტრი და რარიტეტული ავტომობილების ცენტრი. რარიტეტ ცენტრი უნდა გავაკეთოთ. სადაც შეგეძლებათ მოიპოვოთ ყველანაირი ძველი ნაწილი. ნუ დეტალებზეც ცალკე მიმართულება იქნება ალბათ. კი, დეტალებზეც ცალკე იქნება, იქ სამღებრო ცალკე იქნება, სათუნუქე ცეხიცა. სხვათა შორის ვფიქრობ მომავალში მე ახლა ვერ მოვასწარეთ ეს მონიკელება, ხრომირება, ესეთი საშუალებები საქართველოში არ არის ეს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც სჭირდება და არ არის ფიზიკურად რომ სადმე მიიყვანო ავტომობილი და მაგალითად წინა ბამპერი მოანიკელებინო. მით უმეტეს რომ ძველ ავტომობილებს თავისებური მიდგომა სჭირდებათ დამუშავებისა და პირვანდელი სახის დაბრუნებისთვის. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი უახლოვდება დასასრულს, ახლა გვაქვს სავალდებულო სარეკლამო ჭრა და რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში. არ გადართოთ, დაელოდეთ გადაცემას ავტობოქსი. ავტოპორტალი ავტობოქსი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. კვლავ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ავტობოქსი. დღეიდან უკვე ყოველ 4 შაბათს 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მუდმივად ვიქნებით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებთ ავტომანქანებზე. კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიო მსმენელს, რომ ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ალბათ არა მარტო ავტომობილებზე, არამედ გადადგილების ყველა საშუალებაზე. გადაცემის საინფორმაციო მხარდამჭერია ინტერნეტ სერვისი avtobox.g. მასთან ერთად შემოგთავაზებთ იმედი მაქვს არაერთ საინტერესო თემას. დღეს კი როგორც უკვე იცით, სტუმრად გვყავს საქართველოში პირველი ავტომუზეუმის შემქმნელი, ავტოკოლექციონერი გიორგი მამულაშვილი ყავს სტუმრად. ბატონო გიორგი, ახლა კითხვა მაქვს ასეთი, თქვენთან ავტომუზეუმში განთავსებული ავტომობილები, რაც მუზეუმში ყავთ, ყველა არის საბჭოური. ავტობოქსში რაც შევნიშნე არის რამდენიმე არასაბჭოური წარმოშობის. რატომ საბჭოთა კავშირის ეპოქის მანქანები, იმიტომ რომ თქვენ ეს მოგწონთ თუ მოსაპოვებლად იყო შედარებით ადვილი? ან იქნებ გეგმაში გაქვთ რომ ახალი სივრცე ააშენოთ, სადაც უკვე სხვა ბრენდების ავტომანქანებს განათავსებთ? რატომ ზაზადა საბჭოთა ეპოქაში გავიზარდე. იმიტომ ჩემს ახალგაზრდობაში ნაკლებად იყო Mercedes-ი, BMW და Audi ქუჩებში, რასაც ხედავდი და მომწონდა და მომახსოვდა, ეს იყო ძირითადი მიზეზი. მიზეზი კიდევ ის არის, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყო, არ იყო ძვირი ამ ავტომობილების ყიდვა კოლექციისთვის. სხვათა შორის ძალიან ბევრი კითხვა იყო ჟურნალისტების მხრიდან, რომ ეს ესეთი ღირებული და არ არის ესეთი კატასტროფული ღირებულების ეს ავტოკოლექცია. მე როდესაც ყიდულობდი, მაშინ ძალიან ხელმისაწვდომი იყო ის საპოროჟეცები და ჟიგულები, მოსკვიჩები, ყველაფერი და რესტავრაციასაც ზომიერად. ახლა ვერ ვიტყვით ჩაიკებზე და 60 და 50-იანი წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, მაგრამ 70-იანი 80-იანი წლებში გამოშვებული იგივე ჟიგული ან მოსკვიჩი რაიონებსა და რეგიონებში კიდე იქნება ალბათ ხელმისაწვდომი, თუ კი მოინდომებს ადამიანი და დაიწყებს ძებნას. კი ბატონო, დღემდე ხელმისაწვდომია ჟიგულები და მოსკვიჩები და იშოვება ნაწილებსაც ადვილად შოულობთ მაგის. უფრო იშვიათი მანქანების ნაწილს
სხვა ქვეყნიდან ვიწერთ, ხო? კი, ვიწერთ და რაც შეეხება ჟიგული, მოსკვიჩი, ზაპოროჟე, ციმაგის ყველაფერი საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია და ყველაფერი იშოვება. რა დაგიმოვდა მეც ძალიან მომწონს განსაკუთრებით ჩაიკა, პირველი ჩაიკა. გაზ 13. დიახ, გაზ 13. გაზ 14 უკვე ცოტა სხვა ეპოქაა. რა თქმა უნდა, ბევრი რამე იქ დახვეწილი იყო და ბევრი მინუსი გათვალისწინებული, მაგრამ ნუ ეს სტილი კოსმოსისკენ მიმავალი საბჭოთა კავშირის შესაძლებლობებსა და სურვილებს გადმოარქვევს გარეკანი და თავისი ფორმა, რაც აქვს ამ ჩაიკას. გაზ 13 მუზეუმის მშვენება ქვია მაგას, მეტსახელად, ჩემი ყველაზე საყვარელი ავტომობილია. მაგით ხშირად გადავადგილდებოდი ქალაქში. ესე იგი ემთხვევა ჩვენ მოვლებას ავტომობილ გარკვეულწილად და ასე ძალიან მომწონს ობედა კაბრიოლეტი ჩაიკა ნუ გარდასული ეპოქის არის უკვე აღარ არის სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ საინტერესო ბრენდი იყო როგორც თუ ბრენდი დაერქვა საბჭოთა ეპოქის მანქანას მას რო განვითარება მისცემოდა რაღაც კუთხით შეიძლებოდა იქიდან ყველაზე პრესტიჟული ვოლგა იყო და ვოლგაზე უკეთესი რამის გამოძერწვა მე ასე მგონია რომ მისცემოდა ამას მიმართულება მაგრამ როგორი საწყისიც ჰქონდა ნაჩქარევი ალბათ ისევე მალე დასრულდა ეს ამბავი თქვენი საყვარელი ავტომობილი თქვენი საყვარელი ავტობრენდი რომელია რეალურ და დღევანდელ ავტობრენდებს შორის თანამედროვე ავტომობილებიდან Mercedes ვანიჭებ უპირატესობას ჩაიკი ძნელია ამ საცობებში სიარული ახლა ამ ხელა ავტომობილით თბილისში მართლაც ჩაიკა ვერ გაუძლებს საცობებს ამიტომ ჯობია ქალაქში ცოტა თანამედროვე ავტომობილით ვიაროთ და მუზეუმის ტერიტორიაზე გადავადგილდით ისეთი ავტომობილი. თქვენ რა აზრის ხართ იმაზე, რომ რარიტეტული ავტომობილის დეტალები შეიცვალოს თანამედროვე ავტომობილის დეტალებით, მხოლოდ გარეკანი კონდეს ძველი ავტომობილისა. ალბათ პრაქტიკული თვალსაზრისით კეთდება ასეთი რამ. კი ბატონო, მაგრამ მე მაინც არ მივესალმები. რარიტეტული ავტომობილის მთელი ღირებულება იმაშია, ის უნდა იყოს ქარხნული ნაწილებით დაკომპლექტებული. ეს ერთჯერადი სიამოვნებისთვის შეიძლება ყავდეს ადამიანს ვოლგა, სადაც Mercedes-ის ძრავი დგას და დაკრიხარ სიამოვნებ, მაგრამ მთელი ღირებულება ის ქარხნული ნაწილებია, ის ქარხნული ფერია, დეტალები, რომელიც მას ახლავს. და უფრო საინტერესოა ქარხნულად დაკომპლექტებული. რადგან ფერზე ვისაუბრეთ იმ დროისთვის ალბათ, როდესაც ზაპოროჟეცი, რომელიც იყენიათ თქვენ, ნარინჯისფერი, წითლის გვერდით, ეს იყო პროგრესული ფერი, საკმაოდ იმ ეპოქისთვის. ძალიან უხდება, ძალიან ხალასია და ძალიან ცოცხალი ფერია. ერთადერთი ავტომობილი არის წითელი ზაპოროჟეცი, შესაძლოა რომ დგას პატარა. დიახ. 965 მოდელი, რომელიც ქართულ ფერზე არ შევღებთ, იმიტომ რომ თვითონ ისეთი საყვარელი იყო, რომ წითელი მოუხდებოდა და მოუღამეთერია. ესენი ქართულები მახსოვს ყვითლებს უშვებდნენ ძალიან დიდი რაოდენობით. კი, ყვითელიც თეთრი გამოდიოდა. ეგ თეთრი იყო, რომ ვიყიდეთ ესე. თეთრი იყო. მოტოციკლეტებიც არის თქვენთან. ამ ხრივ კი, მოტოპარკი ცოტა მწირია, მაგრამ ყავს. BMW-ს ისეთი უნიკალური მოტოციკლეტი გიყენიათ იქ 1958 წელს გამოშვებული BMW 250 ის თეთრი ფერი რაც აქვს ეს ბუნებრივი ფერია მისი თეთრი და შავი გამოდიოდა ეგენი თავის დროზე ჩვენ მართალია შავი შევიძინეთ და მე გავათეთრეთ ხო იმიტომ რომ ქარხნული თეთრიც იყო და შავიც მუზეუმის ეზოში დგას პიკაპი გაზ 4 ძალიან მაგარი რამეა ლურჯი ფერი ხო ლურჯი ფერის 1933 წელს გამოშვებული პირველი პიკაპი გაზ 4 ეს არის უნიკალური ავტომობილი. ეს თქვენი ეკუთვნილებაა მუზეუმის ხო? ეს მუზეუმის საკუთრებაა. ეს მანქანები ძალიან ცოტა დარჩენილი, იმიტომ რომ სამამულოში გამოიყენებოდა ძირითადად და გადაშენდა და აფეთქდა და დაიწვა და ეგ აღმოვაჩინეთ ჩვენ კახეთში ერთ კარკაც ყავდა და დაგვეთმო. დიდი ხვეწნის მერე. თქვენ როგორც აღნიშნეთ Mercedes ანიჭებთ უპირატესობას. და თუ საიდუმლო არის რომელი მოდელი Mercedes-ი ცოტა მაღალი მანქანები ვარს. G-კლასისკენ მივდივართ? ემელი. ახლაც ეს ყავთ თქვენ? ამ ხრივ Mercedes-ში ალბათ G-კლასი მაინც გამავლობით და გენერალობს. გეთანხმებით, G-კლასი გამავლობით მეფობს. ემელი უფრო ქალაქის GP. ეს სალკე ფენომენია, მანქანა არის აწევრით კომფორტულია, სამგზავროდ უფრო რბილია, უფრო მოხდილია. სხვადასხვა ხისტია G-კლასი ცოტა. დიახ, გეთანხმებით ხისტია, მაგრამ ნუ გამავლობა, რა თქმა უნდა, მას საოცარი აქვს და რადგან მოიტანა სიტყვა, მისიც კარგად მახსოვს, როდესაც ემელების პირველი ნაკრები გამოუშვა Mercedes-მა
მქონდა ის შემთხვევა, რომ თუ არ ვცდები და თუ სწორად მახსოვს წლების წინ იყო ეს 100,000 თუ 150,000-მდე ემელი მოითხოვა და უკან გააბრუნეს, იმიტომ რომ მე აღმოაჩინეს, რომ მოსახვევში ადვილად ტრიალდებოდა მაღალ სიჩქარეზე. მეც მახსოვს ეს. და ძალიან გამიკვირდა, რომ Mercedes ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა, მაგრამ იმიტომაც არის ალბათ დიდი ბრენდი იგივე Mercedes, იგივე Toyota, რომელმაც მე ასეთი რამ არაერთხელ გააკეთა, უკან გაიწვია ავტომანქანები, რომ თავის შეცდომებს აღიარებენ და Toyota-საც დაემართა ესეთი. კი, Toyota-ს ორჯერ დაემართა, რაც მე მახსოვს მინიმუმ. Corolla რაღაც 800,000-იც არის. აკსელერატორებზე ჰქონდათ პრობლემა. კი ბატონო, ბატონო. და კარგია, როდესაც ამხელა გიგანტები აღიარებენ შეცდომას, გაიწვევენ უკან, შეაკეთებენ და შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობენ და არა მიჩქმობაზე. ალბათ იმიტომაც არიან წარმატებული ბრენდები, არა მარტო ისინი. ნუ არიან ბრენდები, რომლებსაც ასეთ ხმამაღლა არ ვთქვიათ, რომ შეცდომა დაგვიშვია და დღემდე არიან და ასე ვთქვათ, საავტომობილო ბიზნესში მყარად არიან. მოკლედ, ცოტა გადაუხვიეთ ბოლოსკენ და თავისი ხელისება გავუგვივიდა. ავტომობილებზე. სანამ დავასრულებ საუბარს, იქნებ გითხრათ გეგმაში რა გაქვთ ავტომუზეუმში. მომავალში გეგმაში მაქვს ერთი ასეთივე შენობა, რომ მოვახერხეთ ეს ყველაფერი და ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთივე ზომის შენობა იყოს მუზეუმის ეზოში, აღარ ეტევა მანქანები უკვე. აუცილებლად უნდა ავაშენოთ და დაწყებულია უკვე თბილი ბოქსები, სარესტავრაციო ბოქსები. ეს უკვე მზადდება. კი, ეს ჩვენ ვისაუბრეთ უკვე. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს პატარა საინტერესო კაფე გავაკეთო, რომ ბავშვები რომ მოვლენ მაინც შორსაა ქალაქიდან 15-20 წუთი გზაში მოდიან სკოლიდან ბავშვები რომ მოდიან კითხულობენ პატარა კაფე რომ შეისვენ. ალბათ ცუდი არ იქნებოდა თუ მერის მხრიდან ხელშეწყობა იქნებოდა რომ მცირე პლაცი გაკეთდეს, რომ იმ მანქანებზე რომლებიც მწყობრშია თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ მსურველებმა გარკვეული იგივე ანაზღაურების გადახდის შემდეგ მცირე ხნით მაინც გაატარონ რარიტეტული ავტომობილები. აუცილებლად მომაწესრიგებთ ტერიტორიას და აუცილებლად იქნება ამის საშუალება რომ გაისეირნოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მუზეუმისა. აუცილებლად მეკპირდებით. მაგას გავაკეთე. ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ჩაიკას გავატარებს სიამოვნებით, რადგან ეს საზოგადოებრივ თემაზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ სიკეთისთვის, რომელიც ქალაქს მიეცით. ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ უახლოვდება დასასრულს. ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო ავტომუზეუმზე, რომელიც თქვენ მოახერხეთ და დაარსეთ. პირველია იგი არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით. ავტომუზეუმის ქუჩა ნომერი 7. ეს არის კაეროს ქუჩა 79-თან არსებული ავტომუზეუმის ქუჩა ნომერი 7. მობრძანდით მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა. კიდე დავაკონკრეტებ, კახეთის გზატკეცილზე, ეგრეთ წოდებულ პეპელასთან, ბენზინგასამართ სადგურამდე არის გადასახვევი და იქიდან არის ძალიან ახლოს ეს ავტომუზეუმი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. რადიო იმედის მშენებლებს შევახსენებ, რომ უკვე ყოველდღე 4 შაბათი დღე 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ ავტომობილებზე და ავტომობილებზე. ერთი კვირით გემშვიდობებად, გადაცემა ავტობოქსი. ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.